ბათუმის მერია არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს საარჩევნო პლაკატების გაყრვისას დადგენილი ნორმების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახური პარტიებს საჯარიმო სანქციების გატარებით ემუქრება. გოჩა ძნელაძის განცხადებით, მიუხედავად არსებული რეგულაციებისა, ქალაქში დარღვევები ხშირია, რის გამოც განურჩევლად ყველა პარტიას გამოფრთხილებელი წერილები გუშინ დაუგზავნეს. მომდევნო მონიტორინგს სამსახური წერილების ჩაბარებიდან 48 საათში განახორციელებს. მერიის სპეციალური დადგენილებით პარტიებსა და კერძო სუბიექტებს საარჩევნო პლაკატების გაკვრა ხეებზე, ადმინისტრაციული და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელ შენობებზე ეკრძალებათ. ჯარიმების ოდენობა 50-დან 1000 ლარამდე მერყეობს. ხშირია შემთხვევები აღნიშნული ადგილების განსაზღვრული ნორმებით დარღვევის ფაქტები. საარჩევნო სუბიექტებს უკვე დაეგზავნათ შესაბამისი გაფრთხილებები და ჩაბარებიდან 2 დღის ვადაში ვალდებული არიან შეასრულონ ეს გაფრთხილება. სულს მოუწოდოთ საარჩევნო სუბიექტებს გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული თავიანთი ბეჭდვის სააგიტაციო მასალების გავრცელება, უზრუნველყოთ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. წინააღმდეგ შემთხვევაში მერიის შესაბამისი სამსახური იმოქმედებს კანონის შესაბამისად.